მე მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ტელეკომპანია პეკატივს და გადაცემა ესკულაპს, რომელმაც საშუალება მომცეს გამოვეთხოვო ჩემ დიდ მეგობარს, რომელზეც გადაცემა იყო 24 წელს მე-7 თვეს 17 რიცხვში. ანუ სანამდე იქნებოდა არჩევნები. ეს იყო გადაცემა ჩემი ორი მეგობრის ურთიერთპაექრობის, ურთიერთმოფერების, ერთი იყო მასპინძელი, მეორე სტუმარი და საოცრად მომფერებელი. ესე იგი მასპინძელი იყო გიგლა გობეჩია, სტუმარი იყო თემურ მაისურაძე. ეს არის გადაცემა ძალიან საინტერესო, მე ხელახალ ნახე ახლა და საოცარია ის პროგნოზი, რომელმაც ბატონმა თემურმა გააჟღერა აქ როგორი იქნებოდა არჩევნები, ვინ გაიმარჯვებდა. ბატონი თემური მაისურაძე იყო პოლიტიკოსი, იყო დიდი მეცნიერი, გამომგონებელი, ინჟინერი და მე ვამბობ იყო. იმიტომ რომ ჯერ ის კიდევ ჩვენთან არის შაბათს სიონის ტაძრიდან ის გაუყვება მარადიულობის გზას, მახათას მთაზე დასვენდება და ეს არის სევდიანი გამომშვიდობება, მოასწარით ჩვენ მეგობრებმა მასთან გამომშვიდობება შინაგანი წრემლებით და ყოველ ამ წასვლას რაღაც უნდა მოყვეს ახალი, ვთქვათ, იმედიანი და ჩემთვის იმედია, რომ მან დატოვა 3 შვილი და ერთ-ერთი ქალიშვილი, 2 ვაჟი და ქალიშვილი, მარიამი მაისურაძე, რომლებიც ჩვენი მეგობრებისთვის იქნება ახალი შვილი, რომლებიც ისედაც იყო შვილი, მაგრამ ჩვენ მას არ შევამჩნევინეთ იმ დანაკლისს, რომელიც ჰქონდა, რაც მამამის უნდა და მისთვის, იმას გავაკეთებთ და მე მჯერა, რომ მარიამ მაისურაძე გამოჩნდება პოლიტიკაში როგორც ღირსეული პიროვნება. იგი ახალგაზრდა 30 წლის არის ჯერ, მაგრამ საოცრად მოწესრიგებული დახვეწილი, მამის ალი და კვალი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ვინც იცნობდით ბატონ თემურს და ემშვიდობებით, მე დავასწარი ყველა მოვლენას და კიდევ ერთხელ მინდა ტელეკომპანია დიდი მადლობა უთხრა პეკატივს იმისათვის, რომ უფლება მომცა გამომშვიდობებული ჩემს მეგობარს და საქართველოს საოცარ პატრიოტ ადამიანს თემურაზ მაისურაძეს. დიდი მადლობა.